ჩვენ გვქონდა საუკეთესო დასკვნა ექსპერტთა ჯგუფისგან მიღებული და როცა ამ დასკვნას ცვლის საბჭო, მან აუცილებლად დამატებითი გარემოებები უნდა დაადგინოს. არანაირი დამატებითი გარემოებები არ იყო დადგენილი, ამიტომ ვიყავით ჩვენ სრულად გაოგნებულები იმ გადაწყვეტილებით. ახლა საბჭომ გაიზიარა ყველა ჩვენი, ასე ვთქვათ, მოსაზრება და მართლაც ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია და პროცესი ნამდვილად, რა ვიცი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამართლიან ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია ეს, ჩვენ ძალიან ახალგაზრდა უნივერსიტეტი ვართ და ის ძალისხმება, რასაც სწორედ ამ საერთაშორისო განათლებაში, მოთხოვით 14 მიმართულებით ევრომაგი ხარისხის პროგრამას ახორციელებთ გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის, ესპანეთის უნივერსიტეტებთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცეს სრულფასოვნად, ხო? არ შეიძლება, ეს არის ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი, როდესაც ასეთი გადაწყვეტილებებით უნივერსიტეტს ადგება ჩრდილი და ძალიან მიხარია, რომ ეს პროცესი ასე დამთავრდა. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელსაც ყველანი მოუთმენლად ველოდით, იმიტომ რომ მინდონის აბსურდში იყვნენ ისინი შესრულები, რომ ვერანაირად იქიდან თავს ვერ დააღწევდნენ, ამიტომ ძალიან ბედნიერები ვართ. ეს არის ისეთი გამარჯვება, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს პოზიციებს ისე მტკიცედ დავიცავთ, როგორც ილეონმა დაიცვა, ყველაფერი იქნება კარგად და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ის რაც უნდა მომხდარიყო, ილეონს ეკუთვნოდა ეს აუტორიზაცია და მან ეს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ჩასაფრებულ პოზიციაში იყო და ყველა დეტალს ეკიდებოდა, რომ რაღაცა არ მიეცეს ავტორიზაცია, გაიმარჯვოს სიმართლე. მას ძალიან კარგია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა გრძელდება. ცხადია, ილეონი დღესაც საფრთხის ქვეშ რჩება, მაგრამ კიდევ მომავალშიც უფრო მხნედ და ძლიერ დაუპირისპირდებით ყველა ძალადობას ხელისუფლების მხრიდან.